საცალო ვაჭრობის გერმანული ასოციაციის ცნობით გერმანიამ რეკორდი დაამყარა მაღაზიების დახურვის რაოდენობით. პირველად ქვეყნის გაერთიანების შემდეგ მათი რაოდენობა 300,000 ჩამოწდა. პროგნოზის თანახმად 2026 წლის ბოლოს სავაჭრო წერტილების რიცხვი შემცირდება 4,900 და შეადგენს 296,600. ასოციაციას ასეთი მონაცემები მოჰყავს. 2015 წლის ბოლოდან გერმანულმა ბაზარმა დაკარგა დაახლოებით 70,000 მაღაზია. საშუალო დანაკარგი შეადგენს დაახლოებით 10,000 მაღაზიას წელიწადში. საცალო ვაჭრობაში გაკოტრების დონე ბოლო 10 წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. 2025 წელს აღრიცხულია 2,571 შემთხვევა. ქსელის მნიშვნელოვნად შემცირების და დახურვის შესახებ განაცხადეს კერძოდ მაისურების მწარმოებლებმა ეტარნამ, რომელიც 2026 წლის ზაფხულში დაიხურება. ტანსაცმლის მაღაზია გერი ვებერმა თავისი მაღაზიები უკვე დახურა. კაცის ტანსაცმლის მწარმოებელი ვორმლენდი ბაზრიდან გადის. ფეხსაცმელის ბრენდი გორცი კრიზისისგან დაზარალდა. სახლის აქსესუარების მწარმოებელი დებოტი და კოდი მნიშვნელოვნად ამცირებენ წერტილების რაოდენობას. კრიზისის მთავარი მიზეზები ისაა, რომ გერმანელები ეკონომიას აკეთებენ და ნაკლებს ყიდულობენ. გაიზარდა ონლაინ გაყიდვები, წარმოებლები აცხადებენ, რომ გაიზარდა ხარჯები ენერგომატარებლებსა და სამუშაო ძალაზე. ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრ ფონ პრენის თქმით, 4,900 მაღაზიის დაკარგვა არაფერს კარგს არ მოასწავებს. ქალაქების ბევრ ცენტრში შენობები დაცარიელდა. ბოლო წლების განმავლობაში გაუმჯობესების ნიშნები არ ჩანს, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება და არც უნდა გაგრძელდეს. საცალო ვაჭრობა ესაა ცოცხალი ქალაქის ცენტრების საფუძველი და მას უკეთესი პირობები სჭირდება. ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებში იზრდება უკმაყოფილება ირანთან ომით, ხოლო საუბრების შესაძლო სახმელეთო ოპერაციაზე იწვევს სულ უფრო მეტ შფოთს. იუწყება ჰაბსპოსტი თავის წყაროზე დაყრდნობით. სამხედროების ნაწილი ჩივის, რომ ბაზები მოწყვლადია, მომზადება სუსტია და არ არსებობს მკაფიო გეგმა. ამ ფონზე ზოგიერთები არამხოლოდ ღიზიანდებიან, არამედ სამხედრო სამსახურის მიტოვების სურვილი აქვს. სახმელეთო ოპერაცია აბსოლუტური კატასტროფა იქნება. ჩვენ გეგმა არ გვაქვს. ჩვენ ერთადერთი ბაზის დაცვაც კი არ შეგვიძლია რეგიონში. განაცხადა წყარო, რომელიც ევაკუირებულ სამხედროებთან ერთად მუშაობს. გაზეთი წერს, რომ ამერიკულ ობიექტებზე ირანის დარტყმების ფონზე სამხედროები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ გადაღლის, მზარდის შიშის და იმედგაცრუების შესახებ. გამოცემასთან საუბარში ანონიმური რესპონდენტები ამბობენ, რომ მათი დემორალიზების მიზეზია ომის მკაფიო გეგმის და მიზნის არარსებობა. განსაკუთრებით თუ კი საუბარი შეეხება გაჭიანურებულ კომპანიებზე. მე სამხედროებისგან მესმის, რომ მათ არ უნდათ ისრაელის გამოსიკვდილი, განაცხადა რეზერვისტმა ქალმა, რომელსაც მოქმედ ოფიცრებთან კავშირი აქვს. გამოცემა აღნიშნავს ასევე, რომ მკვეთრად გაზრდილია შეხედულებების გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის ფაქტები. უფლებადამცველების თქმით, სულ ახლახან მსგავსი შემთხვევები იყო იშვიათი, ახლა კი მომართვები ყოველდღიურობად იქცა. ამ ფონზე ჰაბსპოსტი ასკვნის, რომ არმიის შიგნით სულ უფრო შესამჩნევი ხდება არამხოლოდ დაღლა ომისგან, არამედ საერთო უნდობლობა იმის მიმართ, თუ როგორ იყენებს ტრამპის ადმინისტრაცია სამხედროებს ახალ კონფლიქტებში. ეროვნული უსაფრთხოების ახალი წესების თანახმად ჰონკონგის პოლიციას უკვე შეუძლია მოითხოვოს ტელეფონის პაროლები. შესაბამისი შესწორებები კანონში ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ ჰონკონგში მიიღეს 2020 წელს, ერთი წლის შემდეგ დემოკრატიის მხარდამჭერი მასობრივი პროტესტებიდან. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათი მიზანი ტერორიზმთან და სეპარატიზმთან ბრძოლაა, თუმცა კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კანონს განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებენ. აღნიშნავს BBC. ის, ვინც უარსიტყვის ძალოვნებს გადასცეს მათი ტელეფონის და ნოუთბუქის პაროლები, დაჯარიმდებიან $12,700 და შესაძლოა 1 წლით ციხეში აღმოჩნდნენ. ხოლო ის, ვინც პოლიციას მცდარ და შეგნებულად არასწორ ინფორმაციას მიაწვდის, შესაძლოა სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით დააპატიმრონ. მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურება. საქმიანობა, რომელიც ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებას,
შეიძლება ეფექტიანად აღიკვეთოს და დაისაჯოს. ამასთანავე ფიზიკური პირების და ორგანიზაციების კანონიერი უფლებები და ინტერესები დაცული იქნება. გარდა ამისა, ახალი წესების თანახმად, ჰონგ-კონგის საბაჟო სამსახურებს ნებისმიერი ისეთი საქონლის ჩამორთმევის უფლება აქვს, რომლებმაც მათი აზრით შეიძლება ამბოხს ხელი შეუწყოს. მართალია, ბევრი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ უფლება სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში მოითხოვონ წვდომა ელექტრონულ მოწყობილობებზე, მაგრამ ჰონგ-კონგის კანონი ფარავს არამკაფიო დანაშაულების ფართო სპექტრს. დაწყებულს ძირგამოთხრილი საქმიანობიდან დამთავრებულს გარე ძალებთან შეთქმულების ორგანიზებით ნათქვამია მასალაში. ჰონგ-კონგში ამ კანონის ამოქმედებიდან ასობით დემონსტრანტი, აქტივისტი და ყოფილი ოპოზიციური დეპუტატი დააპატიმრეს. კანონი ზოგიერთი სასამართლო პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების საშუალებასაც იძლევა. ესპანური გაზეთი El País წერს, რომ თუ კი ერთი ბარელი ნავთობის ფასი $200 მიაღწევს, სავარაუდოდ იქნება მეტი სიღარიბე, ნაკლები მოგზაურობა და მეტი უმუშევრობა. მოემზადეთ იმისთვის, რომ ბარელი ნავთობის ფასი $200 მიაღწევს. გვაფრთხილებდა ერთი კვირის წინ ირანელი მებრძოლების წარმომადგენელი ებრაჰიმ ზოლფკარი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ვერცერთი ლიტრი ნავთობი ვერ მოხვდება შეერთებულ შტატებში. სიონისტებთან და მათ მოკავშირეებთან. ნებისმიერი მათგან მიმავალი ხომალდი იქნება ჩვენი კანონიერი სამიზნე, თქვა მან. ექსპერტები აღარ გამორიცხავენ, რომ ფასების ეს მკვეთრი ზრდა უბიძგებს მთავარ ევროპულ ორიენტირს ბრენტს ბარელში $200-სკენ, რითაც ყველა რეკორდი მოიხსნება. ამ საუკუნეში ერთ ბარელ ნავთობს ყველაზე მაღალი ფასი ჰქონდა 2008 წლის ივლისში ისღირდა $146.8. ვუდ მაკენზის ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბრენტის მალე $150 მიაღწევს, ხოლო 2026 წლისთვის $200 არც თუ წარმოუდგენელი პერსპექტივაა. სცენარში, რომლის დროსაც ბარელი ნავთობის ფასი 150 ან სულაც $200 აღწევს, ეკონომიკა შევა რეცესიაში, დაიწყება ინფლაციური კრიზისი, რომელიც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მოქალაქეების ფინანსებს და ბიზნესის შემოსავლებს. მსოფლიო გაღარიბდება, ეკონომიკური აქტიურობა კი გაიყინება სიტუაციის აღდგენამდე. ენერგეტიკის სფეროს კომპანიის Refint Energy-ს გენერალური დირექტორის კოდ მოდელი აცხადებს, რომ ბარელი ნავთობის ფასი $200-მდე გაიზრდება. თუკი საბრძოლო მოქმედებები კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება და ირანი განაგრძობს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების, რაკეტების, დრონების და ნაღმების გამოყენებას რეგიონის უმნიშვნელოვანესი სანავთობო ობიექტებზე შეტევისთვის. ეს ძალიან რეალური სცენარია. მისი გამორიცხვა არ შეიძლება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა ფატის ბიროლმა რამდენიმე რეკომენდაცია გასცა ფასების მზარდის პირალის პირველი დარტყმის გადასატანად. ესენია კიდევ 3 სამუშაო დღე სახლიდან მუშაობა, საქმიანი ფრენების შემცირება 40%-ით და უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოღება იმისთვის, რომ ადამიანებმა გადაიფიქრონ პირადი ავტომობილების გამოყენება. ასევე ავტომაგისტრალებზე სიჩქარის შეზღუდვა სულ ცოტა 10 კმ/სთ-ზე. კიევის ეკონომიკის სკოლის ინსტიტუტის მონაცემებით, კრემლის შემოსავლები ნავთობის და გაზის გაყიდვებიდან ამ თვეში გაორმაგდა, დაახლოებით $12 მილიარდიდან თითქმის $24 მილიარდამდე, რადგან პუტინი კოლოსალურ სარგებელს ნახულობს ფასების ზრდისა და დონალდ ტრამპის მიერ სანქციების გაუქმების გამო. უახლოეს მომავალში ომის დასრულების შემთხვევაშიც რუსეთის შემოსავლებმა ნავთობის და გაზის გაყიდვიდან შესაძლოა $218 მილიარდ მიაღწიოს. ეს 63%-ით მეტია იმ მაჩვენებელზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან ენერგორესურსების სტაბილური მიწოდების შემთხვევაში იყო მოსალოდნელი, წერს ტელეგრაფი. გამოცემა წერს, რომ თუკი კონფლიქტი დაახლოებით 9 წელს მაინც გაგრძელდება, რუსეთის შემოსავლები ნავთობის და გაზის ექსპორტით მიაღწევს $386 მილიარდ. ეს კონფლიქტამდელ პროგნოზამდე 188%-ით მეტია. ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 38%-ით გაიზარდა ირანში ომის დაწყების შემდეგ, ბარელზე დაახლოებით $100, მაგრამ კიევის ეკონომიკის სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ რუსულ ნავთობზე ფასები კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი, კერძოდ 72%-ით.
რატომ მაიძულა ჰოლივუდმა ხმა არ ამომეღო? როდესაც იხსნება ეს შინაგანი თვალი, ადამიანი წვდომას იღებს იმაზე, რასაც ადამიანების უმრავლესობა თვლის სამეცნიერო ფანტასტიკად, ნათელმხილველობა, ტელეკინეზი, აზრის ძალის მატერიალიზაცია. ვიცი რომ ეს ისმის როგორც სიგიჟე, ვიცი რომ ეს კინო არ არის. ამერიკის დაზვერვა იყენებს ამას რამდენიმე ათეული წელია. მე ვნახე ის, რაც არ უნდა მენახა. ვიყავი, სადაც არ უნდა ყოფილიყავი და 17 წელი ვდუმდი. წვეულებები როთშილდების სახლში, შეხვედრა როკფელერებთან ბოჰემურ ხეივანში, ბზებუდობის საპატივცემულოდ. ჩემი თვალით მოხსნა ნახი, როგორ აკონტროლებდა 13 ოჯახი 8 მილიარდ ადამიანს, ბანკებს, მედიას, მთავრობას, ყველაფერს. და იცით რა არის მათი მიზანი? ეს მიზანი ერთია. ისე უნდა იმოქმედონ, რომ ყველა დარჩეს ბრმა, სუსტი და მორჩილი. ისინი მწვერვალზე არიან უკვე 300 წელია და აკვირდებიან იმას, რომ ვერავინ შეძლოს ბუნებრივად ამ მესამეზე თვალის გააქტიურება. 1958 წელს როკფელერებმა მოიწონეს შესწორება საკვები დანამატების შესახებ. მათ მისცეს უფლება კომპანიებს საკვები დანამატები დაემატებინათ ყველა ამერიკელის საკვებ პროდუქტში. თან განაცხადეს, რომ ეს კეთდებოდა პროდუქტების შესანახად, მაგრამ მიზანი სხვა იყო. მათ სურდათ გამოეწვიათ ჯალღუზისებრი ჯირკვლის ფალსიფიკაცია მთელ მოსახლეობაში. მათ არ სჭირდებოდათ ზეადამიანები, არ სჭირდებათ განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანები.